ანი ამთავრებს თავის რეპლიკას იმით, რომ 2013-ში და 2014-ში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა უწევდა წინააღმდეგობას ქართულ ოცნებას. მე ვადოს აზრს ვეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი აზრით ოცნება უბრალოდ იყენებს ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ დაანახონ ხალხს თუ რა სასჭიროების ქვეშ იქნება ქვეყანა, როცა ისინი მოვლენ. დღეს მიტინგებზე თავისუფლება მიშას ბანერებით რომ გამოდიან, სადაც ხალხს საერთოდ არ ადარდებთ მიშას ბედი და უნდათ რომ მოპარული არჩევნები თავიდან ჩატარდეს, ამას ოცნება იყენებს. ნაციონალური მოძრაობა შეიძლება 13-ში და 14-ში უწევდა წინააღმდეგობას ქართულ ოცნებას, მაგრამ ეხლა მე ვერ ვხედავ ამას და მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქართულ ოცნებას აწყობს ასეთი ნაციონალური მოძრაობა. შემდეგი რუბრიკაა აუდიტორიის შეკითხვები. ანის კითხვა ესე ჟღერს. წაიკითხოთ კითხვა და როგორ მე აპირებს წითლიძე ბელადობანის დამარცხებას როცა პარტიაში ერთი კაცი წყვეს? ნიკა ტოგონიძე. ანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის კი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტ როლს მიხეილ სააკაშვილი არ ასრულებს. მე უფრო სხვანაირ კითხვას დავუსმევდი ქალბატონ ანის. პარტია, რომელიც კიდევ ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის აზრს, შეძლებს საკმარისი ამომრჩევლის მოზიდვას, რომ ქართული ოცნების მომხრეებმა აზრი შეიცვალონ ნაციონალურ მოძრაობაზე? ჩემი აზრით არა. ჩემი აზრით, სანამ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არის სააკაშვილი, ქართული ოცნების ამომრჩეველი ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს. კაი, ეხლა მოვისმინოთ ვადოს შეკითხვა. ჩვენ ვიდეოებში ამაზეა საუბარი, რომ ისევ თემას ვფიქრობ, ხშირად ნაციონალურ მოძრაობის კრიტიკა და არის თუ არა ეს ნაცობის კომპლექსი და ქართული ოცნება ყოველთვის ცდილობს რომ მიაკას ნაცების იარაღი. ადო მოკლედ თქვა, რომ არანაირი კომპლექსი არ აქვს და უბრალოდ უნდა მაყურებელთან და ამომრჩეველთან გულწრფელი იყოს. და აუხსნას თუ რა შესრულებები აქვთ დაშვებული ნაცკოცებს ამ 20 წლის განმავლობაში.